სიღნაღის რაიონის სოფელი ერისიმედი საზღვრის გარეშე დარჩენილი სოფელია, სადაც საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული არ არის. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე სოფელში გიორგი მოლოდინი იმყოფებოდა. ნახეთ რეპორტაჟი ერისიმედიდან. სოფელი ვერ გავჩერდებით. სალამით ესროლა და მაგრერო გაიმეტეს 14 წლში ბავშვი. თვითონ გავსოდეს. 2010 წლის აპრილში ეროვნებით ქისტი 16 წლის იბრაგიმ გაურგაშვილს აზერბაიჯანელმა მეზასვრემ თავში ესროლა და მოკლა. ტრაგიკული შემთხვევა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ოფიციალურად დაუდგენელ მონაკვეთზე სოფელ ერისიმედში მოხდა. სოფლის მოსახლეობამ ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულა და საზღვრის გაკონტროლება მოსთხოვა. აქეთ მეც მესროლი, ჩვენ საზღვარზე, აქეთ ხარეზე მდგომ მე მესროლის არ მიშვებდნენ გვერდ. სხვა შანსი აღარ მქონდა, მე გამოელი ხალხს გავაგებია, თლიანი ხალხი გამოიყვან. ჩვენი საზაზღვრო კიდე სახში შესული, სახლიდან ლოგინები და მე თვითონ წავაყენე ეძინათ ხალხს და მე თვითონ გავაღვიძე. მკვლელობის ადგილს საგარეო საქმეთა სამინისტროში მაშინ ოფიციალურად უწოდეს აზერბაიჯანთან სადაო ტერიტორია. ასევე ოფიციალურად მიიღო მოსახლეობამ პირობა, რომ ფაქტი გამოუძიებელი არ დარჩებოდა. ზოგადად ამ სოფელში იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო-აზერბაიჯანის შორის არ არის საზღვარი დადგენილი და დემარკირებული, არის ცხოვრება საფრთხის შემცველი. სოფელი ერისიმედი სიღნაღიდან 65 კილომეტრის დაშორებით, მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე. 1999 წელს მას შემდეგ გაუშენებიათ, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ოფიციალურ საზღვრად აღიარებულმა მდინარე ალაზანმა კალაპოტი იცვალა და საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში კიდევ უფრო მეტად შემოვიდა. გამოთავისუფლებული მიწის დიდი ფართობის დაკარგვის საშიშროება მაშინდელ ხელისუფლებას აჭარელი ეკომიგრანტების ჩამოსახლებით და აქ სოფლის აშენებით მოუგვარებია. სიღნაღიდან ერისიმედამდე 65 კილომეტრის გავლას თითქმის 3 საათს ვანდომებთ. ერისიმედისკენ ხო არ წამოხვალ? გზად ერისიმედელებს, ძმებს სურმანიძეებს ვხვდებით. წავედით ერისიმედში. ადგილობრივებთან გასაუბრებისას ვინტერესდებით სოფლის ცხოვრებით. როგორც ჩანს, სოფელში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა უგზოობა და საზღვრის სადაო პერიმეტრია. აი მე მაგალითად 3 წლის წინ 5 სული ძროხა იგრე წაიყვანეს რა. და იქამდე 5 კიდე და ორი მეორე ოჯახისა. კიდე მეზობლებისა. ერთი თვის წელიწადი არ გავა ისე რა, წელიწადი რომ ასეთი დანაკარგი არ გქონდეს სოფელში. წელიწადი. ხან ხმოვო, ხან ხვარი. ახლოს რო არის სახლები და რაღაცა, ხან ინდაურები გადევლენ, ინდაურები გე ნიკოს რო იგიქნეს. ინდაურები იგიქნეს. დღეში გამოდიან იქავრი მოქალაქეები თუ რა ვიცი ვინ, რა ვიცი მე ხა თვალ არ მინახია ვერ მოვიტყვი მაგათ. მაგრამ რო გავიდნენ და აღარ დაბრუნებულან ეგ აშკარა არის. ერთმანეთს ვემშვიდობებით. გვეუბნებიან, რომ სოფლის შესასვლელთან ქართველ მესაზღვრეებს შევხვდებით. გამარჯობათ. გამარჯობათ. ერისიმედში მივდივართ, ჟურნალისტები ვართ. პირადობის მოწმობებს მესაზღვრეებს ვაწვდით. პროცედურა დაახლოებით 5 წუთს გრძელდება. გადაღება აკრძალულია. ეს კარები დახურე რა. გზას განვაგრძობთ და სოფელში შევდივართ. პირველი დაწესებულება, სადაც ვჩერდებით, სოფლის სკოლაა. აზერბაიჯანელი მესაზღვრის მიერ მოკლული 16 წლის ახმედ გაურგაშვილიც ამ სკოლაში სწავლობდა. კელები დაბზარულია, მაგრამ აქ იყო დიდი ბზარი და სანამ საზღვრის პერიმეტრზე შექმნილი სიტუაციით დავინტერესდებით, სოფლის სკოლაში შევდივართ და დირექტორთან ერთად მის დათვალიერებას ვიწყებთ. გადაქცევის იმადი იყო, მაგრამ შევარემონტებთ. ეს შერემონტებულია, როგორ ისეა შერემონტებული, რომ რაღაცას დაუმსგავსა. თორემ ფაქტიურად ნებისმიერ დრო შეიძლება გასკდეს. ხშირად ნახავთ გაკვეთილის პერიოდში ცეცხლი გაუჩინება რაღაცა იმას, ხა მორბივართ, ხა მივრბივართ და ასე ვატარებ მთელ სეზონს. ზამთრის სეზონს. დავით თავართქილაძე გვიხსნის, რომ სკოლის დღევანდელი შენობა თავის დროზე სულ სხვა დანიშნულებისთვის აშენდა. შესაბამისად სტანდარტების დაცვა ვერ ხერხდება.
პირველად რომ კომუნისტებს რო ჩამოვედით, მაშინ გვედაებოდნენ კიდე მიწე. კომუნისტების დროს ეს თათრები. და ის ჩვენ დავდივართ სულში და დაუშავებთ აქ შემოღობილებს თესავდნენ. გავყარეთ რა. გავყარეთ რა. თალი მაშინ კომუნისტების რო გაგიჟდე რა. რომ ეს რა გააკეთო, რა გავაკეთე და ჩემი მე დავიცავ. ეს ჩემია. სკოლის ეზოში შეკრება და სოფლის მიწების დაცვაზე საუბარი ერისიმეში სულ უფრო აქტუალური ხდება. მოსწავლეებიც ყურადღებით უსმენენ უფროსებს. ეს თემა მათთვისაც საინტერესოა. სკოლის საპირფარეშოდან დაახლოებით 10 მეტრში შეიარაღებული აზერბაიჯანელი მესაზღვრეებით დგანან. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც მათ დანამდვილებით იციან, რომ გადასვლა აკრძალულია. თუ გინდა ეგეთ ბაქოში გინდა ყოფნა, შევიდეთ, ეგ 100%-ად შემოღაყოფილეთ. ჩვენს თხოვნაზე კამერით გადაგვაღებინონ საზღვრისადაო ტერიტორიები, ადგილობრივები გაცილებით მარტივ და სიცოცხლისთვის უსაფრთხო ალტერნატივას გვთავაზობენ. სკოლის შენობაში ვიკრიბებით და Google-ის საძიებო სისტემის დახმარებით ვცდილობთ გავარკვიოთ რა არის ჩვენი და რა სხვისი. ამბობენ, რომ ოფიციალურ ინფორმაციას სად არის საქართველოს ტერიტორიული საზღვრები მათ არავინ ნაწვდის. მანამდე კი იძულებულები არიან ასე იმარჩიელონ, რომ თავის დაიცვან და ოჯახის წევრებიც. აი ამ ტერიტორიას, აი ამ ტერიტორიას ვისაუბრებთ ჩვენ. აი ეს ამ ადგილს, აი ამას ფაქტობრივად ჩვენ ავსარგებლობთ. ეგ რა უკვე ზუსტად მათაფაგა. უკვე მათ პირობითი საზღვარი. თუ კარგად დაუკვირდებით, აგერ არის გზა გადის, აგერ ამ გზაზე მათ განალუგა. წარე გამოცდილება სოფლის მცხოვრებლებს აიძულებს მაქსიმალურად ყურადღებით იყვნენ, რადგან სოფელში უკვე 1000 ადამიანმა მოიხადა სასჯელი თითქოს საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის, რაც 6 თვემდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღეს კი სასჯელის ზომა 5 წლამდე გაიზარდა. იცი რამდენიმე 6 თვიანი მოიხადა სოფელში? ანუ ერთი 10 კაცი მას მოიხადა. და საკმაოდ არა, 6 თვიანი მოხდილი აქვს რამდენს? ეგეთი კაცი არის სოფელში, კი, როგორ არა? როგორ არა? როინაი, სელმანაი, სელმანაი და მეორე სელმანაი. შორს აღარ წავსულვართ და ყოფილი ტუსაღების ზებნაში დრო არ დაგვიკარგავს. აღმოჩნდა, რომ ბატონი ბადრი ერთ-ერთია მათ შორის. აქ ვაბალაღებდი ძროხებს, როგორც ყოველთვის. აი აქ ზუსტად ამ ადგილს დამიჯერეს მე, აი აქ. ერთი კვირის განმავლობაში ვიყავ იქ. ახლა მოქცევა როგორც ასეთი უხეში და ეგეთი არ ყოფილა, მაგრამ ვიყავით უსახე. ჩაკეტილი. აზერბაიჯანში ვარ, საქართველოში. ხო, ზონა. განსაკუთრებული გაურკვევლობაა სოფლის ორ ქუჩაზე, რომელიც აზერბაიჯანის საზღვართან დაახლოებით 20-30 მეტრში იმყოფება. სოფელში გვეუბნებიან, რომ ისინი თავიანთი სახლკარის დაკანონებას ვერ ახერხებენ. აღნიშნულ ქუჩებს Google-ის საძიებო სისტემაც აზერბაიჯანულ მხარეზე ტოვებს. ამ ქუჩას არ აფორმებენ ამ ორ ქუჩას? რატო? საზღვარ ტერიტორიაზე არის. თათრებ ტერიტორიაზე არის სახლი. ვინ ამბობს? თათრებ. და გასაფორმებლად სად უნდა ჩახვიდეთ, როგორც? სიღნაღში და წნორში ჩახვიდეთ და просто საზღვარი როგორც გამოდის, რა ვიცი, ახალი იბით არის და საზღვარი გაიც აი ეგრე გამოდის, აი ამ სახლებით წინიდან გამოდის. ეს პრობლემა აქვს ამ ორ ქუჩაზე. ანუ სოფელი შუაზე იყო. ამ ორ ქუჩა იყო პორტუალზე თორე სოფელი ქუჩა და ეს. და მე გადადის იქითა ქუჩაზე რა. ჩვენ თვითონ აი ჩემი სახლი აი ეს მე ოჯახი რჩება აზერბაიჯანის მხარეს. ჯუმბერ სურმანიძე ერთ-ერთია იმ ოჯახებს შორის, რომელიც ამ გაუგებრობაში მოყვა. ჩვენთან საუბრისას იხსენებს, თუ როგორ გაიგო პირველად მან ამ უცნაური ამბის დეტალები. მეტი ახალგაზრდა პატარა ბიჭი იყო ჩამოსული, საზღვრებს ადგენდა და აი სატელიტით კოსმოსიდან იღებდა. და ველოდებოდით, აგერ გამოვიდა ახლა როგორც ასეთი სტუმარი უნდა მომეპატიჟებინა. და კაცმა მითხრა რომ აი არ შეიძლება ვერ შემოვალ რომ მომკლავ თუ და რატომ მეთქი მე უთხარი და ეს ხუმრობის დონეზე რა თქმა უნდა და დასამობ ეს ორი ქუჩა ისე ჩანს რომ ის არის რა ქვია აზერბაიჯანის მხარეს არის. სოფლიდან ისევ თბილისში ვბრუნდებით და ვცდილობთ გავარკვიოთ კონკრეტულად რომელი დოკუმენტით ხელმძღვანელობს ქართული მხარე აზერბაიჯანთან საზღვრის დემილიტაცია დემარკაციის პროცესში. კვირის რეპორტაჟისთვის ცნობილი ხდება იმ ოფიციალური წერილის შესახებ, სადაც მითითებულია რუკა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სახელმძღვანელოდ იყენებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვრის დემილიტაციის პროცესში ძირითადად გამოიყენებს 1953 წლის საბჭოთა საქართველოს რუკას. აღნიშნულ რუკაზე ისევე როგორც Google-ის საძიებო სისტემაში, სოფელი ერისიმედის ნაწილი აზერბაიჯანულ მხარეზე ხვდება.
სიტუაციაში გასარკვევად კავკასიის გარემოს დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციაში რეზო გეთიაშვილთან მივდივართ. მისი განცხადებით პრობლემა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გაჩნდა, როდესაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ოფიციალურ საზღვრად აღიარებულმა მდინარე ალაზანმა კალაპოტი შეიცვალა და საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში აზერბაიჯანის სასარგებლოდ შემოიწია. გაშენდა სოფელი, რაც რა თქმა უნდა იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ აი ეს ტერიტორია ყოფილიყო შესაბამისად ათვისებულიც და დაცულიც. ჩაასახლეს აჭარელი ეკომიგრანტები, თუმცა გაიპარათ ერთი სერიოზული შეცდომა, რომ სოფლის გარკვეული ნაწილი, სულ რამდენიმე სახლი, რატომღაც აშენდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. მაგრამ იქ, სადაც შეცდომა არ გაპარულა და არც 1953 წლიდან მდინარე ალაზანს უცვლია კალაპოტი, პრობლემა და კითხვები მაინც რჩება. რა ვუყოთ იმ 100 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწას, რომელიც 1953 წლის საბჭოთა საქართველოს რუკაზეც და 2009 წელს გადაღებულ აეროფოტოებზეც საქართველოს ეკუთვნის. მაგრამ სოფელ ერისიმედის მცხოვრებლების თქმით, დღეს მაინც აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ კონტროლდება. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით არაფერი არ უნდა იყოს დამალული და ხელისუფლება არ უნდა მალავდეს მსგავს სიტუაციებს, თუ ის რამეს ვერ აკონტროლებს, ეს აბსოლუტურად უნდა იყოს გახსნილი საზოგადოების და პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობის, რადგან კიდევ მეორე ადგილობრივ მოსახლეობას ამის გამო ექმნება სიცოცხლის რისკი. შეიძლება ეს სორდის ტერიტორიებია, სადაც ჩვენ მოქალაქეებს აპატიმრებენ და მიყავთ. საქართველოს კანონი სახელმწიფო საზღვრის შესახებ ცალსახად ამბობს, რომ მდინარეებზე, არხზე, ნაკადულსა და ტბებზე გამავალი სახელმწიფო საზღვარი არ შეიძლება გადაადგილდეს არც მათი ნაპირების და არც წყლის დონის ცვლილების, არც მდინარის ნაკადულის ან არხის კალაპოტის ამა თუ იმ მხარის გადახრის შემთხვევაში. მაგრამ სანამ ქართული მხარე ამ კანონის დაცვას მოახერხებს, მანამდე ექსპერტები მოსახლეობას ურჩევენ, არ ენდონ Google-ის ვირტუალურ რუქებს, რადგან ეს მათი სიცოცხლისთვის სახიფათოა.